მოგესალმებით, მე ვარ თეონე ბაღდავაძე და ეს არის გადაცემა პროპაგანდის პირისპირ. თუ არ გაქვთ გამოწერილი უმრავლესობის YouTube-ის გვერდი, აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო გადაცემას შეხვდებით აქ. დავიწყოთ ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით, როგორც ცოტა ხნის წინ დაგვიანონსეს, საქართველოში შეიქმნა ეგრეთ წოდებული სქროლას სკრინვის დეპარტამენტი, რომელიც მამუკა მდინარაძის მიერ იყო ინიცირებული და რომელსაც ხელმძღვანელობს გუშინდელი დღის მერი ქალბატონი, რომელიც დიდი ხანია ამ საქმით არის დაკავებული და რამდენიმე ხმაურიანი სასამართლო პროცესის მონაწილეც კი არის. Რა თქმა უნდა, ამას ქართული საზოგადოება, მათ შორის მეც შევხვდით ჩვენი ჩვეული თავდაცვის მექანიზმით, ეს არის სიცილით და იუმორით, მაგრამ ცოტა უფრო სხვანაირად მინდა შევხედოთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი საკითხების მიმართ რაღაცნაირი დამოკიდებულება გვაქვს, რო გვეცინება, ამის უკან დგას საკმაოდ საინტერესო და ხშირ შემთხვევაში არც ისე სასაცილო შედეგები, რომელიც შეიძლება მივიღოთ. გუშინდელ დღეს მამუკა მდინარაძეს კითხეს დეპარტამენტთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ ამ დეპარტამენტის მთავარი ამოცანა იქნება სიძულვილის ენასთან ბრძოლა და მოიყვანა მაგალითად ბრიტანული საკანონმდებლო მაგალითი, რომელიც დგას სხვადასხვა პრეცედენტებსა და ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანეთში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანები სიძულვილის ენის გამოყენებისთვის დააპატიმრეს. მთავარი განსხვავება, რაც აქ ჩვენ გვაქვს, არის კანონის შინაარსი და არა ის შედეგი, რომელსაც ეს კანონი იღებს, თუმცა იმ ადამიანების, ვინც არ არიან საქმეში ჩახედული, შეიძლება ეს კანონი ჩანდეს, რომ ზუსტად იგივენაირია ანალოგია, როგორც არის თქვა ბრიტანეთში ან გერმანიაში ან რამდენიმე სხვა ქვეყანაში, სადაც სიძულვილის ენა კანონით რეგულირდება. იმ ქვეყნებში, სადაც სიძულვილის ენას არეგულირებს კანონი, არის ძალიან მკაცრად შემუშავებული ჩარჩო, რა არის სიძულვილის ენა და ვის წინააღმდეგ არ შეიძლება, რომ იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა. მთავარი პირველი ამოცანა არის, რომ სიძულვილის ენა არ უნდა იქნას გამოყენებული სხვადასხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს არის რელიგიური ჯგუფები, ეს არის სექსუალური უმცირესობები ან ადამიანები, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი უფლებები მარტივად დაიცვან. რა ირონიულია, რომ ის სახელმწიფო, როგორც არის საქართველო, რომელიც 12 წლის განმავლობაში სიძულვილის ენას თვითონ იყენებს ყველა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ. არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სექსუალური უმცირესობები, ეს იქნება ის რელიგიური წარმომადგენლები, კონფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან, ან თუნდაც დუშინის სინდრომის მქონე ბავშვები თვითონვე იღებს ამ კანონს. თავარი არის არა კანონის შესრულება, არამედ კანონის შინაარსი. რეალურად ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ დეპარტამენტის მიერ შექმნილი საკანონმდებლო ბაზა გავრცელდება მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოიყენებს რაიმე ტიპის სიძულვილის ენას. არა აქვს მნიშვნელობა სიძულვილის ენა, შეიძლება ვიღაცისთვის ემოუჯი იყოს, შეიძლება ვიღაცისთვის ირონიულად გაზიარებული პოსტი, იმიტომ რომ ამ კანონის ერთადერთი ამოსავალი წერტილი არის, რომ შეცვალოს ნარატივი სოციალურ ქსელებში ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ამ ნარატივის შეცვლას სჭირდება ქმედებების ცვლილება და არა საკანონმდებლო ცვლილება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ შენ ადამიანებს აუკრძალო, იფიქრონ, რომ ისინი არიან უკმაყოფილოები იმ ყველაფრით, რაც ხდება საქართველოში. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელიც მათ სივარს გამოუღებს და რომ მიხვდება, რომ ყოველკვირეულად უფრო და უფრო უჭირს საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, ყოველკვირეულად უფრო და უფრო უჭირს საკუთარი შვილისთვის ელემენტარული პროდუქტების შეძენა, მისი უკმაყოფილება არსად გაქრება, იმიტომ რომ ვიღაცამ ეს კანონი მიიღო. თუმცა ამ შემთხვევაში ამ უკმაყოფილების ადრესატი შეიძლება იყვნენ არა კონკრეტული ადამიანები, არამედ მთლიანად პოლიტიკური სისტემა, რაც ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენი სისუსტე ხშირ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენი აგრესია ხშირად რჩება მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოთქმული პრეტენზიებით და ამ აგრესიას და ამ კანონიერ უკმაყოფილებას არასდროს არ აქვს გამოსავალი, იმიტომ რომ ადამიანების დიდი ნაწილი თვლის, რომ სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული პოზიციით მთავრდება მათი სამოქალაქო აქტივიზმი. ამ შემთხვევაში მე ვიმტოვებ იმედს, რომ საქართველოში ის მუდმივად მზარდი პროტესტი, რომელიც ყოველდღიურად ხდება, არ დარჩება იქ, სადაც არის და ამ მზარდ პროტესტს ადამიანები აუცილებლად მოუძებნიან უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვან გამოსავალ გზას. მეორე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ხელისუფლება, რომელიც მთლიანად დგას სიძულვილის ენაზე, რომლის საკომუნიკაციო მთელი ქმედებები
რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი მიზეზის გამო, რომ მათ არ ყოფნით პოლიტიკური კულტურა, მათ არ ყოფნით პოლიტიკური კლასი, ყავს პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ იგინება, ყავს ქალაქის მერი, რომელიც ადამიანებს გამუქანებას თავაზობს, ამ ქალებს შეურაცხყოფას აყენებს, როგორ აპირებს ამ სიძულვილის ენის მონიტორინგს. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი ხვდება, რომ სიძულვილის ენა არ მიემართება მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს, არ მიემართება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც არიან პოლიტიკურად აქტიურები, არამედ ამ სიძულვილის ენის ქვეშ ქართული ოცნების მხრიდან შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ადამიანი, ბავშვის მშობელი, ვისაც წამალი სჭირდება, ბავშვის მშობელი, ვისაც სჭირდება უკეთესი განათლება, ან უბრალოდ ადამიანი, ვინც ითხოვს საკუთარი უფლებების გარანტიას. გამომდინარე ფაქტიდან, რომ ამ სააგენტოს, რომელიც მამუკამდინარაძის ქვეშ შეიქმნა, არ აქვს არანაირი ჩარჩო, რა საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვითაც მოქმედებენ, ძალიან ბუნდოვანია თუ ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც ამ სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ მოხვდებიან, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი არის ერთ-ერთში კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული. ჩვენ რამდენიმე თვის წინ საუბრობდით, რომ აუცილებლად მოხდებოდა ინტერნეტის რეგულირება, იმიტომ რომ ზუსტად იგივენაირად მოხდა ეს რუსეთში, რამდენიმე კვირის წინაც ჰქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა გავიაზროთ რამ ამ ყველაფრით ამ ტიპის რეპრესიული კანონებით არსად არ წასულა პროტესტი. შეიძლება შეიცვალოს პროტესტის ფორმები, თუმცა ადამიანები ნამდვილად ვერ გახდებიან კმაყოფილები და ბედნიერები იმ სიტუაციით, რაც საქართველოში ხდება. მეორე საკითხიც ხოჭორს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრმა ადამიანმა მკითხა ჩემი გამოცდილებით, როგორ მოხდება მსგავსი ტიპის პროცესების მონიტორინგი. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი არის შსს ქვეშ, ანუ შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი შიში, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო აკვირდება. რეალურად ეს იქნება რამდენიმე ადამიანზე, იმისთვის, რომ მოხდეს ამ კონკრეტული ადამიანების დაშინება მონიტორინგის ჯგუფი, მიმაგრებული მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ეცდება, რომ მათ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა მოარგოს ამ ახალ კანონმდებლობას და არა პირიქით. ჩვენ მივიღებთ ბევრ ადამიანს, რომელიც იქნება ამ საკანონმდებლო გაფრთხილების ქვეშ და მონიტორინგებული, რომლებსაც უბრალოდ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოხატონ საკუთარი პროტესტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ადამიანი, მათ შორის მეც, რომელიც ამ საკანონმდებლო მონიტორინგის ქვეშ მოხვდება, არ შეწყვეტს საკუთარი აზრის გამოხატვას, იმიტომ რომ თავისუფლად აზრის გამოხატვისთვის ჩვენ არ გვჭირდება სიძულვილის ენის გამოყენება. სიძულვილის ენის გამოყენება ისევ და ისევ ჭირდებათ ქართული ოცნების მომხრეებს და იმ ტროლებს და ბოტებს, რომლის ქარხანაც ქართულმა ოცნებამ 12 წლის განმავლობაში აქტიურად შექმნა და ამ სიძულვილის ენის ქვეშ შეიძლება მოხდეს აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი. არა აქვს მნიშვნელობა, რა პრობლემის წინაშე დგას. მთავარია, რომ ამ ადამიანმა არასდროს ხმა არ მოიღოს და ამ პრობლემაზე არასდროს ხმამაღლა არ ისაუბროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ისეთივე ეფექტი ექნება ამ ყველაფერს, როგორც ნებისმიერ სხვა რეპრესიულ კანონს, იქნება რთული, მაგრამ აუცილებლად მოიძებნებიან ადამიანები და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინც ამ კანონის გვერდის ავლით შეძლებს საკუთარი აზრის დაფიქსირებას. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც დიქტატორები დინასტიური პროექტების განხორციელებას ცდილობენ და ზუსტად ამის სახეა, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, ცოტნე ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში. ბევრი ჩემი მეგობარი და ნაცნობი მეწინააღმდეგება, რომ ამ სახელზე ბევრი ვისაუბროთ და თითქოს გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვანიჭებთ ამ ადამიანს დიდ მნიშვნელობას პოლიტიკაში. თუმცა მე მინდა შევახსენო, რომ ისტორია ხშირ შემთხვევაში იმეორებს საკუთარ თავს და ზუსტად იგივენაირად იმეორებს, როგორც მაგალითად მოხდა ჩაუშესკოს შემთხვევაში, ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორის შემთხვევაში, რომელიც მიხვდა, რომ ბოლო პერიოდში ვეღარ ინარჩუნებდა საკუთარ ძალაუფლებას და ნიკოლაი ჩაუშესკო გამოიყვანა ასპარეზზე, როგორც ეგრეთ წოდებული რეფორმატორი, თუმცა ხალხი აღმოჩნდა ძალიან ფრთხილი და ძალიან სწორად შეაფასეს, რომ მამას და შვილს შორის არანაირი განსხვავება არ იყო. იგივე შეიძლება ითქვას მოამერ კადაფის შვილზე, რომელიც ასევე გადატრიალებამდე რამდენიმე წლით ადრე ლიბიაში გამოჩნდა
სანამ არაბულ გაზაფხულს მოაწყობდნენ და ზუსტად იგივენაირი დაპირებებით სხვათა შორის ერთი-ერთი გავს იმას, რასაც ცოტნე ივანიშვილი ჩვენ გვპირდება და ამბობდა, რომ ქვეყანა შეძლებდა დესტაბილიზაციის კურსის შეცვლას პოლარიზაციის დასრულებით. ერთი-ერთი ზუსტად იგივე სიტყვებს იყენებენ დიქტატორის შვილები იმისთვის, რომ გაამართლონ საკუთარი მშობლების ქმედება. მოდი დავიწყოთ იქედან, რომ ქართული ოცნების პირველი თაობა ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ აბსოლუტურად სხვა დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში და აი 13 წელი გავიდა და იმის ნაცვლად რომ სოფლებს მიეღოთ 5 მილიონი ეკონომიკა წასულიყო წინ წავსულიყავით ევროკავშირისკენ იმიტომ რომ ესეც იყო ქართული ოცნების დაპირება დღეს ერთადერთ დაპირებად რჩება პოლარიზების შემცირება ცხადია ამ ყველაფრის საზოგადოებრივი დატვირთვა არსებობს იმიტომ რომ ადამიანების დიდი ნაწილი დაიღალა ამ დაძაბული დამოკიდებულებით ამ ტურბულენტურ ეპოქაში ცხოვრებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტურბულენტობა, ეს დაძაბულობა, პოლარიზება და ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება ზუსტად არის ქართული ოცნების ის სტრატეგია, რომლითაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ ხელისუფლებას. ეხლა ავხსნი რატომ. დესტაბილიზაცია, რომელსაც ქართული ოცნება ხშირ შემთხვევაში თვითონ ქმნის, იმიტომ რომ თვითონვე შექმნას ეს პროცესები, მათ ეხმარებათ, რომ მუდმივად მაქსიმალურად შეცვალონ და გაამკაცრონ ის კანონები, რომლებსაც ისინი იღებენ და ამ კანონების სამწუხაროდ ადრესატები არასდროს არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ არიან პირიქით ადამიანები, ვინც არიან მათი მოწინააღმდეგეები. ამიტომ ესე ვთქვათ, პოლარიზების დასრულებაზე თუ საუბრობთ, ერთადერთი პოლარიზების დასრულების შესაძლებლობა არის ყველა იმ პოლიტიკური პატიმრის და სინდისის პატიმრის გამოშვება რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ იხდიან სასჯელს და რა თქმა უნდა ევროპული არჩევნები, რომლის შემდეგაც ადამიანები გადაწყვეტენ როგორ უნდა დაასრულონ პოლარიზება. პოლარიზების დასრულება არ ხდება ერთი ჯადოსნური ჯოხის აქნევით, განსაკუთრებით, როდესაც ამ ჯადოსნურ ჯოხს შენ მამაშენი გადმოგცემს. რატო დასჭირდა ცოტნე ივანიშვილის გამოყვანა პოლიტიკურ ველზე? დავიწყოთ იქედან, რომ ძალიან ირონიულია, რომ ცოტნე ივანიშვილი გამოვიდა პოლიტიკურ ველზე იმ ყველაზე საძულველ ადამიანების გვერდით, რომლებიც წარმოადგენენ რეჟიმს. ნახეთ, რომ პირველ რიგებში სხედან სამეული, შალვა-რამიშვილის სამეული, რომლებიც არიან ამ ადამიანის, ესე ვთქვათ, გულუხურვალე მხარდამჭერები, ანუ რეალურად იმასაც კი არ ცდილობენ, რომ თქვა, რომ ეს რაღაცა განსხვავებული და ახალი ძალაა, არამედ პირიქით იმ სიძულვილის ენის და იმ რეპრესიული კანონების გაგრძელება, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ზუსტად ამ თავისი გუნდის მეშვეობით ამართლებს. პირველ რიგში დავიწყოთ იქედან, რომ ცოტნე ივანიშვილის გამოჩენა ძალიან გასაგები გახდა, იქედან გამომდინარე, რომ ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად უჭირს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია. ქართულ ოცნებას ამის მცდელობა ადრეც ჰქონდა, თუმცა ეს მცდელობა მაქსიმალურად დაფარული იყო რაღაცა სხვადასხვა ტიპის, თუნდაც ევროპული მისწრაფებებით, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ქართული ახალგაზრდობა არის პროევროპელი და მათთვის წარმოუდგენელია, რომ დღეს ჩვენ მივდივართ იქ, სადაც მივდივართ რუსეთში. ცოტნე ივანიშვილის დაპირებები ძალიან განსხვავდება იმ დაპირებებისგან, რომლითაც მამამისი მოვიდა პოლიტიკაში, ის არანაირ ფინანსურ, არანაირ წინსვლაზე არ არის ორიენტირებული, არამედ არის ორიენტირებული, რომ შეამციროს ის პოლარიზაცია, რომელიც მამამისმა და მისმა გუნდმა მოიტანა ამ ქვეყანაში. ანუ დაპირება არის მხოლოდ ის, რაც რა თქმა უნდა ვერც მოხდება, იმიტომ რომ ამ პოლარიზაციის შევსება არანაირად არ აწყობს ქართულ ოცნებას. დაპირება არის მხოლოდ ის, რომ ადამიანები შერიგდნენ ერთმანეთთან. ამ შერიგებისთვის რას გააკეთებს ეს პოლიტიკური გუნდი უცნობია, თუმცა მოდი გავიხსენოთ, რომ შერიგებას წინ უძღოდა ათობით დაჭერილი ადამიანი, ახალგაზრდა, ასობით დაჯერიმებული ადამიანი, რომლებიც უბრალოდ ტროტუარზე იდგნენ და მარგინალიზებული, დეჰუმანიზებული ჯგუფი ახალგაზრდების სახით, რომელსაც ხან რომელი მედიის მეშვეობით მოიხსენიებენ, რომ ისინი რაღაც გზააბნეულები არიან, ხან რომელი მედიის მეშვეობით, რომ ისინი არიან აკაცუკები და ზუსტად ამ შერიგებაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკური პროექტი მისი შვილის სახით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი არ წამოეგება იმ უდიდეს ფანს
დარწმუნებული ვარ ამაში, რომელსაც ის წამოიგო 2012 წელს და ძალიან კარგად დაინახავს იმ განზრახვებს, რაც ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას აქვს. ქართველი ახალგაზრდობა ბევრად უფრო გათვითცნობიერებული და ბევრად უფრო ევროპელია სხვათა შორის, ვიდრე იყვნენ ისინი 2013 წელს. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი მიზეზი ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფნისას მოხდა ვიზა ლიბერალიზაცია და ამ ახალგაზრდებს აქვს შესაძლებლობა, რომ უვიზოთ იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში და ხვდებიან თუ რამხელა სიკეთეა მათთვის ეს ყველაფერი. ქართული ახალგაზრდობა არის ბევრად უფრო თავისუფალი და ბევრად ნაკლებად იღებს დირექტივებს და შესაბამისად ბევრად უფრო კრიტიკულია იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც მათ ელაპარაკება, არ აქვს აქ მნიშვნელობა, ესენი არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები თუ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არიან ბევრად ჰუმანურები. ზუსტად ეს ჰუმანურობა აჩვენა ილია უნის საოცარმა პროექტმა, რომელიც დუშინის სინდრომის დაავადებული ბავშვებისთვის თანხების შეგროვებას გულისხმობდა. ეს იყო ერთგვარი არა ქართულ ოცნებას, ერთგვარი ჩვენება, რომ მათი პროპაგანდისტული მანქანა და ის ნიაღვარი, რომელთაც ისინი ზიზღს აფრქვევენ ამ ბავშვების შოვლების მიმართ არ მუშაობს და ადამიანებს ჯერათ, რომ ამ ბავშვებს სჭირდებათ წამალი. ამ ახალგაზრდებში ხედავს ძალას ყველა, მაგრამ უნდა იცოდეს ყველა, რომ ახალგაზრდების გამოყენება განსაკუთრებით ქართულ ოცნებას საკუთარი მიზნებისთვის ძალიან გაუჭირდებათ. ეს ყველაფერი იმ დისტოპიას გავს, როდესაც შენ ცდილობ, რომ რაღაცა ტალღას მოარგო ის შენი მოცემულობები რაც გაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდული მოძრაობა ბევრად უფრო გულწრფელია და ბევრად უფრო კარგად ხედავს იმ აბსოლუტურად არარეალურ და აბსოლუტურ უსუსურ დაპირებებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის შვილი გასცემს, ვიდრე ამას აკეთებდნენ 2013 წელს. 2012 წელს სამწუხაროდ 2012 წელს ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჩემს ირგვლივ, ვისთვისაც არსებული სისტემა იმდენად მიუღებელი იყო, რომ ნებისმიერ ცეცხლში გადავარდნას მოაწერეს ხელი და ზუსტად ეს ცეცხლში გადავარდნა იყო ბიძინა ივანიშვილი და ზუსტად აქედან ვერ ამოვდივართ ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში. დღევანდელი ახალგაზრდები ბევრად უფრო მეტად უფრთხილდებიან საკუთარ თავს, ბევრად უფრო მეტად უფრთხილდებიან საკუთარ სიტყვას, ბევრად მეტად უფრთხილდებიან საკუთარ ხმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ისეთივე ერთობით, როგორც ილია უნის კამპანიის ირგვლივ გაერთიანდნენ ახალგაზრდები, არა მხოლოდ გაერთიანდებიან იმ დროს, როდესაც გადამწყვეტი ბრძოლა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. საქართველოში პირველად გამოავლინეს რუსეთის ჯაშუში, რაც არ უნდა უცნაურად იყოს, უცნაურად ჟღერდეს ბოლო 13 წლის განმავლობაში. კაცი, რომელიც არასდროს არ მალავდა, რომ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდა, გულბაათ რცხილაძე, ადამიანი, რომელიც არის ევრაზიული ფონდის დამფუძნებელი და რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში შექმნილიყო რუსოფობიის მონიტორინგის სამსახური, ამასთან დაკავშირებით მან პრესკონფერენციაც კი ჩაატარა. მასთან ერთად დაიჭრეს ირაკლი ჩიხლაძე, რომლის მიმართაც არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება და განსხვავებული კითხვები და ცოტა ხნის წინ ასევე დაიჭრეს მიხეილ უკრაინოლოგად, ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალი ქართული ოცნების წარმომადგენელი გიორგი უძილაური. ამ საკითხებთან დაკავშირებით ცხადია არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ ყველაზე მთავარი ინტერესი არის ის თუ რატომ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს დღეს რუსეთის ჯაშუშების დაჭერა. დავიწყოთ იმ ფაქტიდან, რომ ძალიან სასაცილოა, რომ საქართველოში უფრო მეტი ჯაშუშური სქემის წარმომადგენელი არ აღმოჩნდა, ვიდრე კაცი, რომელიც ცდილობს რომ რაღაცა პატარა პროექტებით რუსეთს თავი მოაწონოს. საქართველოში მეორადი სანქციების გვერდის ავლისთვის უკვე რამდენიმე კომპანია დაასანქცირეს და ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა ყულევის ნავთობგადამუშავებელ ქარხანას, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია იმაში, რომ რუსეთს ეხმარება სანქციების თავიდან არიდებაში, ხოლო ამათ ფონზე გულბაათ ის დაჭერა, რომლის ძირითადი ამოცანა იყო რაღაცა ტიპის საკომუნიკაციო მხარდაჭერის გაწევა რუსეთისთვის არის სასაცილო. რეალობა არის ის, რომ ეს ადამიანები არიან უბრალოდ პაიკები ამ თამაში, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნას ფონი, რომ ის რაღაცას აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ. ირაკლი ჩიხლაძეს რაც შეეხება, აქ საქმე უფრო რთულად არის, მისი ადვოკატი გამოვიდა და თქვა, რომ მტკიცებულებები იმდენად დაბალი ხარისხის არის, რომ წარმოუდგენელია, რომ ვიცოდეთ რა ტიპის ჯაშუშობაზეა აქ საქმე, გასაგებია, რომ საქმე ეხება სენსიტიურ ინფორმაციას, თუმცა თავარი არის თუ რა ტიპის
ტიპის სენსიტიურ ინფორმაციასთან მიუწვდებოდა ხელი ირაკლი ჩიხვლაძეს. ორმაგი აგენტების თამაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეთამაშება დასავლელ პარტნიორებს, ვფიქრობ, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, იმიტომ რომ გულბაათ ცხილაძე ალბათ ყველაზე ღია ადამიანია და მას არანაირი აგენტური საქმიანობა არ აქვს განხორციელებული, რაც შეეხება რუსოფობიის მონიტორინგის სამსახურს, რომლის დაანონსებასაც ის აპირებდა. ეს ცხადია, ძალიან კარგია, რომ ჩანასახშივე დასრულდეს ამ ტიპის სამსახურის საქმიანობა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ პუტინმა მიიღო კანონი, სადაც იმ ქვეყნებში, სადაც რუს მოსახლეობას რაიმე ტიპის პრობლემა შეექმნება, მას აქვს უფლება, რომ შევიდეს ეგრეთ წოდებული სპეციალური ოპერაციით, რამაც შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემებისკენ მიგვიყვანოს. ამ ყველაფრის უკან იმალება, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ და თავის გუნდთან ერთად ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში და ეგრეთ წოდებულ პატარა პაიკებად გასწირა ის ადამიანები, ვისაც მის მიმართ ვისთანაც არანაირი შემხებლობა და არანაირი ფინანსური სარგებელი არ ქონდეს. არ აქვთ ერთ-ერთი დასკვნა, რაც შეიძლება ამ ყველაფერთან ადამიანმა გამოიტანოს, არის ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არსებობს ხელშეუხებელი პიროვნება. ის გაწირავს ნებისმიერ ადამიანს, ვინც მის პირად მიზნებს წინ გადაეფარება და ამაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან გაწირა მისი უახლოესი ადამიანები, მან გაწირა ირაკლი ღარიბაშვილი, გაწირა გიორგი უძილაური ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მისი ყველაზე ახლობელი ადამიანად ითვლებოდა. ბიძინა ივანიშვილი არ პატიობს არავის ალტერნატიულ თამაშებს რუსეთთან. ერთადერთი ადამიანი, ვინც რუსეთს უნდა ელაპარაკებოდეს და ვინც რუსეთის ხარჯზე უნდა მდიდრდებოდეს და უნდა ხეირობდეს, უნდა იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. 7 ივნის გაიმართება საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. ეს არჩევნები გაიმართება სომხეთში და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და ვითარებაზე, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდებით ძალიან მალე, იმიტომ რომ თავარი პასუხი გაეცემა კითხვას, დასუსტდება თუ არა კიდევ უფრო რეგიონში სომხეთი. სტრატეგიულ კომუნიკაციას რაც შეეხება, ერთ-ერთში რუსეთის კრემლის ნარატივი იმეორებს ზუსტად იმას, როგორც ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოყვანას და ამას იმეორებს საკუთარი კანდიდატების მხარდასაჭერად. სომხეთში სიტუაცია ცოტა უფრო განსხვავებულია, იმიტომ რომ რამდენიმე პრორუსული ფლანგი არის, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გულზე მხდება, რაც მხდება მედიაში, არის რომ სომხები საუბრობენ, რომ ჩვენ არ აღმოჩნდებით ქართველები ვით სულელები და არ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რაც ქართველებმა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მოყვანით დაუშვეს. მე ძალიან მიხარია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ესე მოხდება, მაგრამ მეორეს მხრივ მერვე მეშლება იმაზე, რომ ჩვენი ევროპული გზა როგორ გადავხიეთ და წყალში გადავყარეთ ზუსტად ამ ბიძინა ივანიშვილის ტრიუკების გამო. ეს არის არხი უმრავლესობა. მე ვარ თეონა ბაღდავაძე, გადაცემა პროპაგანდის პირისპირ წამყვანი. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გადაცემები გელოდებათ წინ.